მოგეხსენებათ ამერიკაში სათვირთო ბიზნესი, ანუ ტრაილერების ბიზნესი ძალიან მაგრაა განვითარებული. და ყოველ ნაბიჯზე ფაქტიურად ესეთი მარტივი შენობა არის, აქ სადაც საბურავების გამოცვლა შეიძლება და არის სამრეცხაო. საერთოდ ძვირი არ არის, აი ამ ხელა დიდი მანქანის გარეცხვა ჯდება სადღაც 1.40-50 დოლარი. აგა ჩვენი მანქანა ახლა ირეცხება. კიბეებით არის რეცხავენ ასე ადიან დიდი ის სამრეცხაო დაირეცხება ახალებით იქნება. ტრასმაურია აქ. და საინტერესო ის არის, რომ თვითონ ეს კონსტრუქცია არ არის ძვირი გასაკეთებელი. ნუ ეხლა წყლის პრობლემა უნდა მოაგვაროს ადამიანმა და გვერდზე ეხლა რა არის კინებზე და ასე თქვა სახურავი გადაფერული შენობა. რა თქმა უნდა ბიზნესის წესი სადაც არის მოთხოვნა იქ უნდა იყოს მიწოდებაც. საქართველოში რატომ უნდა გაამართლოს ბოზერბოს ტრანზიტული ქვეყანა ვარ და ამდენი ტრაილერები რო დადიან ფოთიდან, ბათუმიდან, ბაქოს მიმართულებით. ჩემი აზრით უნდა გაამართლოს. გამოგვადგება? ჩემი აზრით, მაგრამ გამოგვადგება.